საღამოშიდობისა პირდაპირ ეთერშია ნინო ჭიჭიურის ток-შოუ დღეს ხუთშაბათია და ამჯერად გადაცემის თემად შევარჩიეთ თვითმმართველობა და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს საკრებულოს აპარატის იურისტი ბატონი ვანო ბალახაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბატონი კახატოლიაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. და პირველი დავიწყებ ბატონ ვანო თქვენით, ჯერ ზოგადად მინდა რომ შეაფასოთ თვითმმართველობის ახალი კანონი. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა, მე ძალიან დეტალებში აღარ შევჩერდები, მაგრამ ჩემი აზრით, როგორც იურისტის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის გარემოება, რომ პირველად საქართველოში ქალაქ გორს და გორის თემს ეყოლება არჩეული მერი და გამგებელი შესაბამისად. ანუ პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც მე გამოვყოფდი, არის ის, რომ ხალხი თვითონ აირჩევს კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ჩააბარებს მათი საქმეების განხორციელებას და არა რომელიმე თანამდებობის პირის დებაზე იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა და შესაბამისად მოქალაქეების საკითხების გადაწყვეტა. უკავშირდება საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ფუნქციების გამიჯვნას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო ხოლმე გარკვეული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ნათლად გაიმიჯნა, ანუ თუ ძველი კანონმდებლობით საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად გამგეობის ხელმძღვანელთაც გვევლინებოდა და გამგებელი შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მარჯვენა ხელი, მენეჯერი, ასე შეიძლება შეფასდეს, ასეთად ითვლებოდა. ახალი კანონმდებლობით მათი ფუნქცია მკვეთრად გაიმიჯნა. გამგებელი აღიჭურვა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც მიეცა გარკვეული გადაწყვეტილებების თავისთვის გამოტანის შესაძლებლობა, ხოლო რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ის უკვე გვევლინება როგორც უშუალოდ ორგანოს საკრებულოს ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, საკრებულოს ფუნქციები მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზეც, ის მაკოორდინირებელი, მაკონტროლებელი ორგანოდ მაინც დარჩა, თუმცა გამგებელი დამოუკიდებლად მიიღებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. აქვე ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გამგებელი აღმოჩნდება ის ფიგურა, რომელიც მიიღებს ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას, არა, საკრებულო დარჩება იმ ორგანოდ, რომლის თანხმობის შედეგადაც გადაწყდება ზოგიერთი სხვა საკითხები, ალბათ შემდგომში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. დიდი მადლობა და ბატონ კახა, გისმენთ, თქვენ ძალიან ხშირად ჩვენთან სიუჟეტებში ინტერვიუშით საუბრობთ გარკვეულ ხარვეზებზე ამ კოდექსთან დაკავშირებით. თუ შეიძლება უფრო დეტალურად როგორ შეაფასოთ? კანონპროექტში არაფერი არ არის, ისეთი განსაკუთრებული ჩვენს ქალაქს რაც ეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალაქი გაემიჯნა რაიონს, ხდება ქალაქის მერის არჩევა და რაიონში გამგებლის არჩევა საყოველთაო წესით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით უფრო მეც, მაგალითად იმას ვფიქრობდით, რომ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები უნდა ყოფილიყო არჩევითობის პრინციპით, რაც არ ხდება. ეხლა ჩვეულებრივად გამგებელი და მერი ქალაქში ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულებს თავისი ბრძანებით დანიშნავს. ჩვენ უფრო მეც ვფიქრობდით, რომ თვითონ ეს რწმუნებულებიც ყოფილიყო არჩევითობის პრინციპიდან გამომდინარე და მოსახლეობას აერჩია თავისი სოფლის გამგებელი თუ რწმუნებული, რომელიც ეყოლებოდა. ამასთან ერთად ამ კოდექსის მიხედვით რაღაც განსაკუთრებული ფინანსური დამოუკიდებლობა და შემოსავლის წყაროები არ უჩნდება თვითმმართველობას, ის ტრანსფერები, გამათამამრებელი ტრანსფერი თუ შემოსავლები, რაც ჰქონდა თვითმმართველობას, იგივე რჩება, რაც არ არის კარგი, იმიტომ რომ თუ გინდა რომ თვითმმართველობა იყოს დამოუკიდებელი, განვითარდეს თავისი პრობლემები მოაგვაროს, ეს იქნება სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, მას უნდა ჰქონდეს დაფინანსება. და რიგი გადასახადებისა, რომელიც იკრიფება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უნდა დარჩეს მუნიციპალიტეტში. დღესდღეობით ცენტრზეა დამოკიდებული თვითმმართველობა, იგივე როგორც ქალაქის მერია, ისე რაიონის გამგეობა იქნება ცენტრზე დამოკიდებული და იმ კეთილნებაზე, რასაც გაამჟღავნებს ცენტრალური ხელისუფლება და თქვათ სიტყვაზე თუ თვითმმართველობაში იქნება ოპოზიციური პარტია, ცენტრში კიდე იქნება სახელმწიფო პარტია, ეს იქნება ძალიან დიდი დაპირისპირებისა და კამათის საგანი თუ რა თანხები უნდა აითვისოს თვითმმართველობა. როდესაც თვითმმართველობას იქნებოდა საკუთარი შემოსავლები და მას კოდექსზე განსაზღვრავდა თუ რომელი გადასახადი დარჩებოდა ადგილზე, შესაბამისად მეტი ფინანსური რესურსი იქნებოდა თვითმმართველობას, რაც სტიმულს მისცემდა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ქალაქის განვითარებას, შექმნიდა სამუშაო ადგილს და ინფრასტრუქტურას განავითარებდა. ამაში რო იტყვიან ამ თვითმმართველობის კოდექსმა მეტი შემოსავალი ქალაქს არ მისცა, როგორც ასევე თემს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტი ერქვა. გასაგებია. და ბატონ ვანო, მე ცოტა ოდნავ მოგვიანებით მინდოდა ბიუჯეტზე შეკითხვა დამისვა, თუმცა რადგან ბატონმა კახამ უკვე დაიწყო საუბარი, მოდით გავაგრძელოთ. რა რესურსი აქვს გორს, მაგალითად იმისთვის, რომ თქვა დეცენტრალიზაცია განხორციელდეს, რაც არის მითითებული ამ კოდექსში და თქვათ, რამდენად იქნება ამ ტრანსფერებზე უფრო ძირითადად მიმართული გორი და საიდან შეძლებს გორი რომ მიიღოს შემოსავალი, ასე ვთქვათ, მოსაკრებელი სახით თუ როგორც იქნება.
პრაქტიკულად მე როგორც იურისტი ნამდვილად ვერ გავაკეთებ ეკონომიკურ გათვლებს, ეს არც შეიმოვალება და არც ამის განათლება არ მაქვს, მაგრამ რაც შეეხება სამართლებრივ კუთხეს, მე მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი, რომ ერთ-ერთი ამაზე მოწმობს ისიც, რომ 3 წლიანი არის ახალი თვითმმართველობა მოგეხსენებათ, შემდეგ თვითმმართველობა დაუბრუნდება 4 წლიან პერიოდს, როგორც კანონმდებლობაში არის მოცემული. რაც შეეხება შემოსავლების თვალსაზრისით ამ ეტაპზე არ არის განსაკუთრებული ცვლილებები, თუმცა კანონს თუ წავიკითხავთ, იქ დავალებული აქვს მთავრობას, რომ მან მოამზადოს გარკვეული სახის კანონპროექტები უკვე 2017 წლისათვის, 2017 წელი მოგახსენებთ, რომ გახლავთ ის წელიწადი, როდესაც უკვე გვეყოლება არა უკვე გარდამავალი პერიოდის თვითმმართველობა, არამედ უკვე თვითმმართველობა იმ გაგებით, რომელიც კოდექსშია მოცემული, თავის 4 წლიანი ვადით და ყველა მექანიზმით და ბუნებრივია, რომ უკვე ეს კანონპროექტები განსაზღვრავს, გამიჯნავს, გადასახადებს, რა თქმა უნდა, ადგილზე უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ შენოტანი გადასახადები, დარჩენილი უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის მოწესრიგებას, ეს ასეთათაც ალბათ იქნება განსაზღვრული, იმიტომ რომ თვითონ კოდექსში გარდამავალ დებულებაში მთავრობას დავალებულია კანონპროექტების მიწოდება. რაც შეეხება ბატონმა კახამ გააჟღერა თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით, რომ მიზანშეწონილი იყო მათი თქმით, რომ ყოფილიყო თვითმმართველობა უფრო მეტად დეცენტრალიზირებული, ანუ მომხდარიყო ტერიტორიულ ორგანოებშიც არჩევა. ბუნებრივია ეს წინადადებები იქნა მთავრობის მიერ თავის დროზე გაჟღერებული და უამრავი დისკუსია ვნახეთ ჩვენ ამაზე, თქვენს ყურადღებას აღარ გავაჩერებ. აქაც ერთადერთ რამეს ვიტყოდი მე, როგორც იურისტი, რომ ბუნებრივია საპილოტეთ ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნა თვითმმართველობაში გამგებლების არჩევის თვალსაზრისით და თუნდაც ის ნაბიჯი გორელებისათვის, რომ ქალაქი გორი გამოეყო თემს და ქალაქს მიეცა კარგად გამიგეთ მეტი განვითარების საშუალება, მეტი სტატუსის მინიჭებით, არა, შესაბამისად ბუნებრივია შემდგომ ნაბიჯებს შეიძლება გამოიცახოს და არ გამოიცხა მომავალმა საკრებულომ, მომავალმა კანონმდებლობამ უკვე მოაწესრიგოს და არა ორი თვითმმართველი ერთეული იყოს ჩვენს რაიონში შემავალი, არამედ 6, 7 ან უფრო დაწვრილებით, როგორც ევროპული გამოცდილება გვეუბნება. თუმცა ალბათ საჭირო არის ამ ეტაპზე საპილოტო პროგრამის მუშაობა, ხარვეზების გამოვლენა, როგორც კანონმდებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეხლა მე ნამდვილად ვერ ვიქნები სამართლიანი თუ არ აღნიშნავ, რომ ბევრი რამ თვითმმართველობას მოსაწესრიგებელი ექნება ახალ თვითმმართველობას და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ძირითადად რაზე უნდა ძირითადად რა თქმა უნდა, დასალაგებელია ბიუჯეტი, დასალაგებელია გადასახადები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქონების საკითხები, დიახ, მადლობა ბატონო კახა. ანუ საბოლოო ჯამში ყველა ის საკითხები, რომლებიც თვითმმართველობას განესაზღვრა ახალი კანონმდებლობით, გაიმიჯნა თემისა და ქალაქის ფუნქციები, გაიმიჯნა მათი სამოქმედო ტერიტორია. მე რამე გვექნება დასალაგებელი და მე ვფიქრობ, რომ 3 წელიწადი კიდევაც იქნება საკმარის იმისაც, რომ გარკვეული ხარვეზები თუ არ აღმოჩნდება ხომ თლად კარგია, არ შეგოშლება ხელი, თუ აღმოჩნდება ეს ხარვეზები, ბუნებრივია შემდეგ ამას ნელ-ნელა გავასწორებთ და მოვემზადებით 2017 წლისათვის, როცა უკვე თვითმმართველობა იმუშავებს. ბატონ კახა, თქვენი შეფასებით დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ გორის ცხოვრება აი ამ კოდექსის ამოქმედების შედეგად და ასევე მინდა აქვე გკითხოთ, იყო თუ არა მზად ქალაქი იმისთვის, რომ თუნდაც აი ეს საპილოტო პროგრამა ამოქმედებულიყო? ხო, ამას დრო გვაჩვენებს, იყო თუ არა მზად, მაგრამ ეს პროგრესია, რა თქმა უნდა, ქალაქის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოხდა ქალაქის გამოყოფა, მე ამას ვეთანხმებოდი, მაგრამ ის რომ 5 მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბებულიყო ერთი მუნიციპალიტეტის ადგილზე, ნამდვილად მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ეს მოითხოვდა ბევრ ხარჯებს, ეს მოითხოვდა ბევრ ორგანიზებას, ეს მოითხოვდა მატერიალურ ბაზას და ეს თითქმის შეუძლებელი იყო. ჩვენ 2 წლის განმავლობაში თვითმმართველობა არ გვექნებოდა თუ წავიდოთ იმ პროექტისკენ, რასაც ერქვა 5 მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის პროგრესია, მაგრამ თავარია, რომ ეს პროგრესი განვითარდეს. ანუ რეფორმა, რომელიც ტარდება, მას სჭირდება ნება, მას სჭირდება შესაძლებლობა, მას სჭირდება ფინანსები, მას სჭირდება აღსრულების საშუალება. და ამას სჭირდება თუნდაც საკადრო რესურსი, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და თუ ეს აღმოჩნდება დღევანდელ ხელისუფლებას, იქნება ძალიან კარგი. თორე ყველა რეფორმა არის განწირული, თუ დაიწყებ იმ რეფორმას და არ მიიყვან ბოლომდე. ანუ ის ადამიანები, ვისი მოვალეობაც იქნება ხელისუფლებაში ყოფნა და რომლებიც იქნებიან საჯარო მოხელეები, მათ უნდა ბოლომდე მიიყვანონ ეს რეფორმა, რასაც ქვია ქალაქის თვითმმართველობის ჩამოყალიბება და გორის რაიონის ბაზაზე გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ჩამოყალიბება. თუ არ იქნება
დამოუკიდებელი თითოეული ხელისუფალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, მისი ქმედება იქნება ნულის ტოლფასი. ეს რეფორმა ჩამოყალიბდა. რატო აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ? იმიტომ რომ მე ამ ხელისუფლებისგან ვერ დავინახე რეფორმის გატარება, ვერ დავინახე ცვლილება, ვერ დავინახე ინოვაცია, ვერ დავინახე სურვილი იმისა, რომ ახალი დაინერგოს კარგით, ამ ახალი დანერგილით კარგით რაღაც შედეგი მივიღოთ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები გაჩერდა უკვე 2 წელიწადია და არაფერი რეფორმისკენ, წინსვლისკენ, ინოვაციისკენ, გარდაქმნისკენ არაფერი არ ხდება. ვართ გაყინულები ერთ ადგილზე და ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი რეფორმები სულ უკან მოდის. ჩვენ წლების განმავლობაში რა რეფორმებიც გავატარეთ ყველა სფეროში, დაწყებული შინაგან განსაკუთრებულ სამინისტროს დამთავრებული იუსტიციის სფერო თუ გადასახადო სფერო თუ ყველა ამ რეფორმებმა მოიტანა თავისი შედეგები წლების განმავლობაში. ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და ეს სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფო ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც უნდა განვითარებულიყო, თვითმმართველობა რაღაც განვითარებას მიაღწია, მაგრამ ეს რეფორმა თვითმმართველობისა და თვითმმართველობის განვითარება ბოლომდე მისაყვანი. მე ვშიშობ, რომ ის ხალხი, ვინც ეხლა არიან თვითმმართველობაში და ვინც მოულენ ხელისუფლებაში, მათ არ ეყოფათ ნება, არ ეყოფათ ინოვაცია, არ ეყოფათ ქმედება იმის გულისთვის, რომ ეს რეფორმა მიიყვანონ ბოლომდე. იმიტომ რომ რეფორმას ატარებს ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი აღჭურვილი უნდა იყოს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არიან კვალიფიციური კადრები? არ კვალიფიციური კადრები შეიძლება იყვნენ, შეიძლება არ იყვნენ, უმრავლესობა იმ წუთში ვინც არის თვითმმართველობის წარმოადგენელი ამ ხელისუფლების პერიოდში არაკვალიფიციური კადრია, მე მინდა გითხრათ, ვინც არის დარჩენილი წინა ხელისუფლებიდან, ისინი გაცილებით მეტად კვალიფიციური არიან, იმიტომ რომ საკადრო პოლიტიკა რაც ხორციელდება, სულ არაკვალიფიციური კადრზე არის დამყარებული. ხალხი დაინიშნება საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე, მათ არც განათლება აქვთ, არც გამოცდილება აქვთ, არც პრაქტიკა არ აქვთ. მე რწმუნებულების მაგალითს მოგიყვათ 9 რწმუნებულს ელემენტარულად დიპლომი არ აქვს და განათლება არ აქვს. 9 რწმუნებულს არსად არ უმუშავია ცხოვრებაში და არანაირი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ გააჩნია. ესეთი ადამიანი რა რეფორმას ჩაატარებს და როგორ ხელმძღვანელებს თავის თემს და როგორ ჩაატარებს რაღაც გარდაქმნას, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს ამისი და არც ნება არ გააჩნია. და რეალურად ჩვენ თუ უყურებთ ახლა ამ ხელისუფლებას შევარდნაძის კომუნისტური პერიოდის რო იტყვიან ესეთი კადრი მოდის და ეს ახალი თაობა რომელმაც 21 საუკუნეს უნდა აუწყოს ფეხი და რაღაცა უნდა შექმნას და ინოვაცია შემოიტანოს ის თაობა არ არის წარმოდგენილი ამ ხელისუფლებაში რომელსაც ჩვენ უყურებთ და ახლა კიდე მეორე ტური იქნება და მე საბოლოოდ ვნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი და რა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი თვითმმართველობაში. იმ წუთში რასაც უყურებთ ეს არის ადამიანები რომელსაც არასდროს რეფორმა არ ჩაუტარებიათ, არასდროს ცვლილება, რაღაც ქმედება და მათგან რაღაცა რო ველოდოთ ჩვენ რაღაც პროგრესს და ინოვაციას და ამ გარდაქმნის ბოლომდე მიყვანისა, მე არ მაქვს ამის იმედი. იმიტომ რომ ადამიანი რო არის საჯარო სამსახურში, მას შესაბამისი კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება და გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა გააჩნდეს. რასაც ვერ ხედავ რეალურად. გასაგებია. და ბატონო, შეგიძლიათ უპასუხოთ და აქვე მინდა შეკითხვა დაგისვათ, რამდენად არის შესწევს ძალა იმისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ რეფორმები განახორციელოს, ახსენეთ, რომ ეს არის საპილოტო პროგრამა და ბევრი რამ დასახვეწია და ასევე კონკურსთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელიც ამ არჩევნების მეორე ტურისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს. როგორ მოხდება ამ თანამშრომლების გადახალისება და ეთანხმებით თუ არა ბატონ კახას, რომ დღეს თქვათ სისტემა ამ შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი გარკვეული ნაწილი არაკვალიფიციურია. დიდი მადლობა შეკითხვის ქალბატონ ნინო. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ მე და ბატონი კახას ეთერში ყოფნა აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონე ვართ, იმიტომ რომ ბატონი კახა პოლიტიკოსია, მე გახლავართ იურისტი. თუმცა წარმოადგენთ საკრებულოს აპარატს. ხო, ამიტომ აქეთკენ მივდივარ, რომ მე ვერ გამოვდგები. კაცრავად, ბატონი კახას ოპონენტად, ოპონირებას მე მას ვერ გავუწევ, მე პოლიტიკოსი არ გახლავართ ხასუსო, მე ვარ იურისტი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვახორციელებთ თუ არა რეფორმას. მე გარწმუნებთ ერთ რამეში, რომ გორის მუნიციპალიტეტში მთლათასი არ არის საქმე, მუშაობს ძალიან კვალიფიციური კადრი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია არსებობდნენ ადამიანები, ხო, გორელები ვართ და ვერ მოვიტყვებით საზოგადოების წინაშე, მე არ ვიქნები სწორი. არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც ნაკლებ კვალიფიკაციის მქონენი არიან, ზოგ შეიძლება გამოცდილებაც არ ქონდა და ისე დაიწყეს სამსახური, ამაში რა თქმა უნდა ორი აზრი არ არსებობს, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი, მთლათასი
არ არის. ანუ ახალი გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარე მერი თუ ასე შემდეგ მოდიან ადგილზე, სადაც მათ ხვდებათ კადრი, რომელზეც შეუძლიათ რომ დაეყრდნონ და გარდა ამისა, სახელმწიფო გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თქვენ ახსენეთ კონკურსები, მინდა გითხრათ, რომ ეს ნაბიჯი მდგომარეობს იმაში, რომ კოდექსში ჩაიწერა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს კონკურსები და ატესტაციები. აქ კიდევ უფრო მეტად დაზუსტდა კანონმდებლობა და მინდა გითხრათ, რომ ასე კი არ გადაწყვეტა ხელისუფლებამ, რომ მოდი ახლა ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და ერთი ხელის მოსმით ყველანი გავუშვათ სახლში და მოვიყვანოთ ჩვენი მხარდამჭერები და ასე შემდეგ, არამედ მოხდა ის, რომ ჩატარდება ატესტაციები. სხვათა შორის ჯერჯერობით კანონმდებლობით არ არის და არ ვიცი მაქვს თუ არა ამისი უფლება გავაჟღერო, რადგანაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაჟღერდა მეც ვიტყვი, რომ არის გადაწყვეტილი, რომ ეს ატესტაციები გავიდეს გარეთ, ანუ გულისხმობ, რომ თვითმმართველობამ კი არ ჩაატაროს, არამედ ცენტრალიზირებულად იქნეს ჩატარებული და გაჟღერდა კიდევაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური გახლავთ კადრების შერჩევაში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთ საშუალებას მისცემს ახალ ხელმძღვანელობას, რომ პირველ ყოვლისა მას დაინახოს სურათი ამ ატესტაციების შედეგად ვინ არის რეალურად კარგი კადრი და შემდეგ ატესტაციების შედეგად უკვე ცუდი ნათქვამი გამომივა ყველა სამსახური და ყველა ცოდვა, მაგრამ ერთხელ სამუდამოდ უნდა მოხდეს, რომ არაკვალიფიციური კადრი მართლაც წავიდეს მუნიციპალიტეტიდან. შესაბამისად, გამონთავისუფლებელ ადგილებზე ჩატარდეს კონკურსი, რომელიც ვიმედოვნებ, რომ ასევე გარეთ იქნება გატანილი, განა იმიტომ, რომ მე არ ვენდობი ჩვენს მიერ შესრულებულ საქმიანობას, არამედ საზოგადოებისათვის მინდა, რომ უფრო მეტი ნდობა არსებობდეს და შესაბამისად მივიღებთ უკვე კვალიფიციურ კადრს. თუმცა მანამ ეს მოხდება ეს 120 დღიანი პერიოდის განმავლობაში და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერწმუნეთ, რომ მუნიციპალიტეტში მართლაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც კვალიფიციურად განახორციელებენ ამა თუ იმ ქმედებას. ნუ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემთხვევაში თუ კიდევ უფრო კვალიფიციურ კადრსაც მოიყვანენ ზოგიერთ თანამდებობაზე და ეს განხორციელდება, რა თქმა უნდა, მივესალმებით. იმიტომ რომ აი მართლა გულწრფელად ვამბობ, მე ვიმეორებ, არ ვარ პოლიტიკოსი, როგორც იურისტი, გულწრფელად ვამბობ, რომ მართლა მინდა რომ ჩვენ განვახორციელოთ ის გზა, ის კურსი, რომელიც აიღო ამ ხელისუფლებამ თვითმმართველობასთან მიმართებაში, განა იმიტომ რომ ეს მოდელი ყველაზე საუკეთესო, არამედ ამ 3 წელიწადში ყველაზე მკვეთრად გამოიხატოს ის პრობლემები თუ კი არსებობს უკვე და ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით, რომ გასწორებული 2017 წელს მივახციოთ იმას, რომ უკვე კითხვის ნიშნები აღარ ჩნდებოდეს საზოგადოების მხრიდან ჩვენს მუშაობაში. მე უკვე დიდი ხანია ვმუშაობ მუნიციპალიტეტში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შრომობთ, ხშირ შემთხვევაში მაპატიოს საზოგადოება, მაგრამ არის ხოლმე კრიტიკა, რომელიც ჩვენ შეიძლება არ გვეხებოდეს, მაგრამ მაინც ვართ თვითმმართველობის ნაწილი და მიუხედავად ჩვენი შრომისა, ერთგვარად შეუფასებელი რჩება საზოგადოების მხრიდან. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ თვითმმართველობის მოდელის განხორციელებას და შესაბამისი ხარვეზების აღლობას. ბატონო ანო, თქვენ ახსენეთ არაკვალიფიციური კადრები. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მათი იქ მოხვედრა? ეს იყო რაღაცა პოლიტიკური ნიშნით, მაშინ დასაქმებაზე აქცენტი გაკეთებული, თუ აი რატო მოხვდნენ ესეთი ადამიანები, თუ რეალურად არსებობდა? ჩემთვის ძალიან რთულია, ბატონო ნინო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე იურისტი გახლავართ და ჩემთვის ძალიან რთულია მე აღვნიშნო ამისი ფესვები სად არის, ეს იყო პოლიტიკური, იყო ნეპოტიზმი თუ ასე შემდეგ, მე არა ვარ ამით დაინტერესებული და არც ერთხელ არ მიკითხე, არც ერთ თანამდებობის პირის დანიშვნის დროს ვისია და რა არის, მართლა არ მაინტერესებს. თუმცა მუშაობის პროცესში, როდესაც გამოიკვეთება ხოლმე გარკვეული არაკომპეტენტურები, მე სამართლიანობა მიბიძგებს იქითკენ, რომ ეს აღვნიშნო. მე არ მიტყვია, რომ არაკომპეტენტური თანამშრომლები გვყავს ჩვენ. არის ზოგიერთი ისეთი კადრი, რომელიც შესაძლებელია სხვა პოზიციაზე 10ჯერ კარგი იყოს, ამ პოზიციაზე არ იყოს კარგი. ამიტომ ატესტაცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ გამოავლინოს პროფესიული ჩვევები შესაბამისი თანამდებობის პირისა ან ნებისმიერი საჯარო მოხელისა. თაველოდებით ატესტაციის შედეგებს და თუ ატესტაციის შედეგები გაარკვევს, თურმე ესა თუ ის ადამიანი კვალიფიციურია, მაგრამ იმ თანამდებობაზე არა, იმ მიმართულებით არა, ხო? ისიც რა თქმა უნდა გაზიარებული იქნება და მიიღება მხედველობაში. გასაგებია. ბატონო კახა, ატესტაციის მიუხედავად, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ თვითონ პარტიაში? რა თქმა უნდა მიიღებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ და თქვენი მოლოდინები მაინტერესებს, იქნება თუ არა მაინც გადამწყვეტი პოლიტიკური ნიშანი? ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია ის, რომ მუნიციპალიტეტის გარეთ გავა ეს ატესტაცია და იქ ეროვნული ცენტრიც თუ ჩაერთვება ამაში, ეს უფრო მეტი საშუალება იქნება, რომ იკერძოება და ნეპოტიზმს არ კონდეს ადგილი. ჩვენ ახლა რაც მივიღეთ რეალურად, რაც სურათიც აგვაქვს ამ წუთში მუნიციპალიტეტში, თუ ადამიანი ინიშნება, ეს არის პრინციპი და კრიტერიუმი არის ნათესაობა, ახლობლობა, მეგობრობა, პარტიულობა. თუმცა ანუ ამბობთ, რომ ეს ბოლო პერიოდში იყო და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ეს არ იყო. შეიძლება ადრეც იყო ესეთი მომენტები, მაგრამ განსაკუთრებულად 2012 წლის
ნოემბრის თვიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში ამას ვაკვირდებით. ჩვენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაინიშნენ ადამიანები, რომლებსაც ადრე არასდროს არ უმუშავიათ, არა მარტო თვითმმართველობაში არ უმუშავიათ, არამედ საერთოდ არსად არ უმუშავიათ, რომლებსაც არ იციან თვითმმართველობის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილება რაში მდგომარეობს და საერთოდ არანაირი შრომის წიგნაკიც კი არ გააჩნდათ ადამიანებს. აბა რა პრინციპის მიხედვით დაინიშნენ ისინი. ანუ ნათესაობა, ბიძაშვილობა, იქ დეიდაშვილობა, ეს იყო მთავარი კრიტერიუმი და პრინციპი და ამ პრინციპით მუშაობენ ისინიც დღევანდელ დღესაც მუნიციპალიტეტში. ეს არ არის სწორი. და თუ იქნება გამჭვირვალობა, თუ იქნება მიკერძობა, ეხლაც ძალიან კარგია, რომ ეს კოდექსი რაღაც ოპტიმიზაციას განსაზღვრავს საშტატო ერთეულებისა, სადაც იქნება გაწერილი თუ რამდენი საშტატო ერთეული უნდა იყოს თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამ საშტატო ერთეულების დაკომპლექტება თუ მოხდება საჯარო და გამჭვირვალე კონკურსის წესით, ეს იქნება ძალიან კარგი, ისიც არ მჯერავს მე სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ესეთი კონკურსები ჩატარდა ბევრ მუნიციპალიტეტში, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტშიც რაღაც იყო ესეთი მომენტები და შეიძლება ადამიანმა ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, მაგრამ იმ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ადამიანი, ვინც იღებდა გასაუბრებაში მონაწილეობას, შეიძლება თვალები არ მოეწონა იმ ადამიანისა, რომელიც იღებდა ამ კონკურსში მონაწილეობას. აი რაღაც ანუ ეს რეგიონის ფარგლებს გარეთაც რომ ჩატარდეს, მაინც იქნება ასეთი შიშები? აი თუ ამაში ჩაერთვება, თუ იქნება ეს ყველაფერი გამჭვირვალე, თუ იქნება ტესტური პრინციპის მიხედვით გამოცდებისა და ტრენინგების ეროვნული ცენტრი თუ ჩაერთვება, თუ იქნება როგორც ეროვნული გამოცდების პრინციპი ამის და მიხედვით ატესტაცია ამ საჯარო მოხელებისა და ამ ატესტაციის მიხედვით თუ მოხდება საჯარო სამსახურში დანიშვნა, ეს იქნება ძალიან კარგი, ამით უფრო გაიზრდება დუბის ხარისხი და შესაბამისად კვალიფიციური კადრს უფრო მიეცემა საშუალება, რომ მიიღოს თვითმმართველობის ცხოვრებაში მონაწილეობა. დღეს ეს პრინციპი არ მუშაობს, მხოლოდ და მხოლოდ მუშაობს პარტიული, მეგობრული და ნათესაური პრინციპი, რაც ძალიან ცუდია და ჩვენი ქალაქის და ჩვენი რაიონის განვითარებაზეც არის ასახული. არანაირი ინიციატივა, არანაირი ინოვაცია, არანაირი პროგრესი, არანაირი ახალი პროექტი ხედვა არ არსებობს მუნიციპალიტეტში. თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალინდელ დღეს, რა დაგეგმარება უნდა მოხდეს, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. 2 წლის უკან რომ მოდიოდა ეს ხელისუფლება, რომ კითხეს ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას პროგრამა თუ გაქვთ, რომ მოდიხართ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მან უპასუხა, რომ მე არ მაქვს პროგრამა, მაგრამ სამართლიანობის აღსახდენად მოვედიო და ეს სამართლიანობის აღსახდენა გამოიხატა ბიუჯეტის თანხების მიტაცებაში, საკუთარი ნათესავების დანიშვნაში და რაღაც ლობირებაში საკუთარი ბიზნესების, რასაც უყურებთ ჩვენ ამ წელიწად და 7 თვის განმავლობაში. ბატონო, უფლებამოსილებაზე მინდა გკითხოთ. ძალიან დიდი ნაწილისთვის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ვისაც მაგალითად ინტერნეტთან წდომა არ აქვს განსაკუთრებით, თქვათ ხანშესული ადამიანებისთვის, ჩვენ რესპონდენტებს როცა ვეკითხებოდით ამ თემას, გამოკითხვას ვატარებდით, ძალიან ბევრისთვის თითქმის უცნობია, თუ ინტერნეტთან არ აქვს წდომა ადამიანს, რომ ის ჩაუჯდეს და წაიკითხოს ეს თვითმმართველობის ახალი კოდექსი. რა იქნება უფლება მოვალეობანი, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების საკრებულოსი და მუნიციპალიტეტის ადამიანებისთვის გასაგებენაზე ტერმინოლოგიის გარეშე რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. დიახ, დიდი მადლობა ქალტონინო, თქვენის ნებართვით დიდ ბოდის გიხდით, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, უბრალოდ საზოგადოებისთვის და მეტი არაფრისთვის, კარგად მინდა გამიგოს საზოგადოებამ. აქ გაჟღერებული იქნა, რომ ჩატარდა კონკურსები მათ შორის გორში, რომელიც მხარვეზებით იქნა ჩატარებული, მე მინდა საზოგადოებას გამომარტო, რომ არა იმიტომ რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს რომ მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, უბრალოდ მინდა ცნობისათვის რომ გორის მუნიციპალიტეტში ასეთი კონკურსები არ ჩატარებულა ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. ძველად ჰქონდა 2 კონკურსი და მე მიამაყელა ეგეთი გუბერნატორის ადმინისტრაცია ვიგულისხმობს. ხო, და მე ბატონ კახას უბრალოდ განმარტებისთვის მინდოდა ეს გამეკეთებინა, რაც შეეხება მაშინ იმ 2 კონკურსს, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, მე თვითონ მონაწილეობდი იქ დოკუმენტაციის მომზადებაში, რომ მართლა იყო გამჭვირვალე და მართლა იყო ეს თუ გაგახსენდებათ, ეს იყო საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები რო დავნიშნეთ ბატონო კახა, მართლა გამჭვირვალე და მართლა კარგად ჩატარდა, მე არ მინდა რომ ისეთ გამომივიდეს რომ ვინმე ვაძაგო, მე მინდა რომ იყოს სამართლიანი ადამიანი საზოგადოების თვალში და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაცია მივიტანო. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას პოპულარულ ენაზე განმარტოთ თვითმმართველობის კომპეტენციები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითმმართველობა ზოგადად გულისხმობს, რომ საზოგადოებამ მათი საკითხები მოაგვარონ თვითმმართველობის მეშვეობით. ძველ კანონს ეს ხარვეზიც გააჩნდა ქალბატონო ნინო, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ რიგ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მოდიოდა ჩვენთან გარკვეული საკითხის გადასაწყვეტად, მიუხედავად ნებისა რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ვდომებოდა დავხარებოდით მოქალაქეს, ვერ ვეხმარებოდით. იმ მარტივ მიზეზის გამო ვერ ვეხმარებოდით, რომ ჩვენ
არ გქონდა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროში. ახალი კოდექსიდან გამომდინარე ძალიან ბევრი უფლებამოსილებები ადგილზე გადასაწყვეტი გახდა, თუმცა რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი უნდა გადმოეცეს თვითმმართველობას და ასეც მოხდება, წეგან უკვე აღვნიშნე რომ ამაზე მუშაობს მთავრობა და კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია გადმოვა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალის მინდა ხაზი გაუსვა, წყალმომარაგების საკითხი გადმოდის თვითმმართველობაზე. ბატონ კახას ეხსოვება ჩვენ ადრე მუშაობდით ერთად და როდესაც ის თვითმმართველობის ხელში იყო, ძალიან ეფექტურად რაც გულისხმობ, არ ვიძახებ, ახლა არ მუშაობს ოპერატიულად გვარდებოდა მოქალაქეების პრობლემები, ანუ თუ რომელიმე ქუჩაში მაგალითად კანალიზაციის პრობლემა წამოიჭრებოდა, არა მყისიერად ხდებოდა რეაგირება. თანადღეს მყისიერად არ ხდება რეაგირება, მალე მოვლენ რომ დავრეკოთ და რომ ჩავატავთ გავიდეთ, სწრაფად მოვა მობილური ჯგუფი, თუმცა ამ მობილური ჯგუფი დაჭირდება რომ თბილისთან გადაგზავნოს დოკუმენტაცია, იქიდან მიიღოს გარკვეული სახის მითითება და ასე შემდეგ. ხვდებით, ანუ მოქალაქეებს მე არ აინტერესებთ ეს რომ აი თბილისის კომპეტენციაზე გაუგებარიც არის მოქალაქეების და გაიგონ მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მათ შემოხაზეს კონკრეტული ადამიანი და მას მისცეს ხმა, მას გამოუცხადეს ნდობა და ბუნებრივია რომ მოქალაქეს უნდა რომ მან გაუკეთოს ეს საქმე. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ის საკითხებიც რომელიც არ იყო ხოლმე ჩვენს კომპეტენციაში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით რომ მაქსიმალურად მიგვედევნებინა თვალი და დავხმარებოდით მოქალაქეს. ბევრჯერ ბატონი კახა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო იმ პერიოდში და ამ პერიოდში ძალიან ბევრი გაკეთებულა რომ ყოველთვის ვაგზავნდით ხოლმე შუამდგომლობებს, ჩაგვირებია გუბერნატორის ადმინისტრაციაც რიგ შემთხვევაში თუ ჩვენ დაგვინახია რომ თლათ ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთ და მოსახლეობის მიგვხედია. თუმცა ბევრი კომპეტენციები კიდევ უნდა გადმოგვეცეს. მოსახლეობისთვის რა შეიძლება? შეიძლება მოსახლეობის ის რომ აი ამ კომპეტენციების გადმოცემით ჩვენზე ისინი სწრაფად მოაგვარებენ გარკვეული სახის პრობლემებს. ბუნებრივია პირველ წლებში ყველას ვერ გაწდება ბიუჯეტი, გარდამავალი პერიოდი იქნება მაინც დაახლოებით 9 წელიწადი მაინც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გარდამავალი ბიუჯეტით უნდა ვიმუშაოთ, რომელიც პრაქტიკულად უკვე გაწერილი არის საკასო შესრულებისა და შემოსავლების გაყოფის თვალსაზრისით და იგივე არის ბუნებრივია და იმ ფარგლებში როგორმე უნდა მოვახდინოთ, იმიტომ რომ ახალი ბიუჯეტის ფორმირება დამოკიდებულია საკანონმდებლო ინიციატივებთან და საკანონმდებლო აქტების მიღებასთან და ჩვენ რა თქმა უნდა ამ 6 წელს როგორმე შევძლოთ იქნებ კი არა შევძლოთ მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას და შემდეგ უკვე ახალი წლიდან ახალი ბიუჯეტით ბევრი გაკეთების შესაძლებლობა გვექნება. მე როგორც იურისტი ასე ვფიქრობ, როგორც იურისტი იმ ანალიზიდან გამომდინარე, რომელიც იგეგმება. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები როგორც კანონმდებლობაში ჩანაწერებით, რომ დაევალა მთავრობას გარკვეული კანონპროექტების მომზადება, ასევე იმ ტრენინგ სემინარების მეშვეობით, რომელიცაც ხშირად ვართ ხოლმე ჩართულები და მონაწილეობას ვღებულობთ, სადაც ძალიან ბევრი კანონპროექტი შექმნილა და ძალიან ბევრი ნორმატიული აქტის დასაწერად იდეა დაბადებულა და აი ამ ყველაფერს გათვალისწინებით თორე ხა მე პოლიტიკურ შეფასებას ნამდვილად ვერ ვარ. რა როლი იქნება გუბერნიას, ბატონო ვანო? მე ვფიქრობ, რომ გუბერნიის როლი არის სწორედ ზედამხედველობის განხორციელებაში, ანუ გუბერნია ჩვენ გვევლინება როგორც მთავრობის და პრეზიდენტის წარმომადგენლად რეგიონში. და გარდა ამისა, მას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებისა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლის განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ გუბერნიის როლი ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თვითმმართველობების დაკუცმაცება არ მიყვარს სიტყვის ხმარება, ასე ვთქვათ, დანაწევრების პერიოდში შესაძლებელია ბევრმა პრობლემა მიჩინოს თავი და სადღაცას გაგვეპაროს რაღაცა შეცდომა, სადღაც ხარვეზი ხამეცული უფრო ლოიალური ვიყო, იმიტომ რომ შეიძლება ამას არც კონდეს ადგილი, ხო პოლიტიკოსი რო უფრო თამამად ვიტყოდი სხვადასხვა რაღაცას, მაგრამ კარგად გამიგეთ, ხო? შეიძლება ხვალ არ იყოს ამის არ დადგეს ეს საჭიროება და მე როგორც იურისტი შევწყვენილი აღმოჩნდე, ხო? და აი სწორედ გუბერნატორის აპარატი მოახდენს ამის კოორდინირებას და მე არ მიყვარს საერთოდ ქებადიდება არავისი და შესაბამისად გუბერნიის როლიც აი ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გადამწყვეტი ჩემი აზრით ამ რეფორმის განხორციელებას. თუმცა იყო საუბარი რომ თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ გუბერნიის რაღაც ინსტიტუტი შესაძლოა გაუქმდეს. დიახ, თუ მე დამეკითხებით როგორც იურისტი, მეც მაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები გუბერნიის აპარატის არსებობასთან დაკავშირებით და სწორედ ამას გაგიმარტავთ, რომ აი ამ გარდამავალი პერიოდისაც უფრო მეტად ვხედავ მათ როლს. ანუ ეს იქნება გადამწყვეტი პერიოდი. რა თქმა უნდა, თუმცა 17 წლიდან თუ ყველაფერი ისე დაალაგდა როგორც მოსალოდნელია, როგორც დაგეგმილია მთავრობის მხრიდან, ბუნებრივია რომ გუბერნატორის როლი
მეტად შემცირებული აღმოჩნდება, როგორც არ უნდა არ გვინდოდეს ამისი აღიარება. და ალბათ დადგება მე დღეს ეს რიგში რომ ეს როლი რადგან ნაკლებია მოხდეს მისი გაუქმებას. თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ხაზ ვუზავ, უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია როგორც იურისტს იმ საერთო კოორდინირებისათვის, რომელიც აუცილებელი არის გუბერნიის მხრიდან. დიდი მადლობა. ბატონო კახა, რამდენად არის დღეს ქალაქში რესურსი იმისა გულისხმობ ისევ კადრებს, რომ აღარ მოხდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისთვის. თუნდაც სოფელი ავიღოთ, როცა სოფელში ხდება რაღაცა და ადამიანი მიდის რწმუნებულთან, რამდენად განახორციელებენ რწმუნებულების საკუთარ თავზე აიღონ კონკრეტული საკითხების გადაჭრა. თუ ფიქრობთ, რომ ისევ რაღაცა შეთანხმებებს ექნება ადგილი? რა თქმა უნდა, ხო, შეთანხმებებში არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ ერთი მთავარი ის არის, რომ ყველა ის პროგრამა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც დაისახავს მუნიციპალიტეტი, რომელიც ეხება ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებული ადამიანების კეთილდღეობის მოტანასთან, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტი, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა, ამ პროექტების განხორციელებაში შეიძლება კვალიფიციური კადრი. აი მე ეხლაც ვიძახდი იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და მისი განხორციელება და ახალი რაღაცის დანერგვა, ინოვაციის დანერგვას სჭირდება კვალიფიციური კადრი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. მე დღესდღეობით სამწუხაროდ ვერ ხედავ ესეთ კადრს, რომელიც არის ამ ხელისუფლებაში წარმოდგენილი. ნახოთ ახლა ახალი ხელისუფლება, ახლიდან დაკომპლექტება მუნიციპალიტეტი, მოვალეობის შემსრულებლებიც დაინიშნება, მე შემდგომში ეს ატესტაციებიც იქნება და კონკურსის წესითაც დაინიშნება ადამიანები და მე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა კადრი იქნება წარმოდგენილი. მაგრამ თავარი ის არის, რომ მე არ მჯერავს იმ ადამიანებისა, ვისაც ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია და ინოვაცია, ქმედება და ცვლილება რა არის თავის ცხოვრებაში როგორ წარმოუდგენიათ. ის როგორ გააკეთებს ის ადამიანი ახლა ესეთ საქმეს, რაც ცხოვრებაში არ უკეთებია. ამიტომ შეიძლება ზოგიერთები წმინდა პარტიული ჭრილით ხედავენ საჯარო სამსახურს, მაგრამ ესე არ უნდა იყოს. საჯარო სამსახურში უნდა მუშაობდნენ პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ მხარის და რეგიონის და ქალაქის განვითარებაზე, აი ინოვაციის დანერგვაზე, გარდაქმნაზე, ახალი პროექტების განხორციელებაზე. და ამას სჭირდება კვალიფიციური კადრი და ეს კვალიფიციური კადრი ამ წუთში ვერ არის. რაც შეეხება უშუალოდ კოორდინაციას, ახლა ყოველთვის იყო რწმუნებული გუბერნატორის ადმინისტრაცია, უნდა იყოს რეგიონალურ დონეზე, უნდა იყოს კოორდინატორი ყველა პროექტების, ეს იქნება ინფრასტრუქტურული თუ სოციალური თუ ჰუმანიტარული პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება. ამასთან ერთად ზედამხედველობის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ახალი კოდექსის მიხედვით თვითმმართველობამ არათუ გაზარდა თავისი უფლებამოსილება, პირიქით ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა ბევრ კრიტერიუმებში, აი მაგალითად ერთ რამეს გეტყვით, თვითმმართველობამ რო გასცეს ფინანსური გარანტია ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფინანსური რაღაც პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობაზე, მას სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა ამაზე, რაც ადრე არ იყო საჭირო. თვითმმართველობას შეეძლო თავის თავზე აეღო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს და დაედო ნებისმიერ ფინანსური ვალდებულება აეღოთ მუნიციპალიტეტის სახელით და რაღაც თანადაფინანსებაში შესულიყო არასამთავრობო სექტორთან თუ სხვადასხვა ფონდებთან. ეხლა ეს უფლება რომ მოიპოვოს, მან ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა კითხოს. ადრე ესე არ იყო, რაც შესაბამისად ბიუროკრატიულ აპარატს ზრდის და ეფექტურად პროექტების განხორციელებას აფერხებს რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მეც საჯარო სამსახურში ვიყავი და ძალიან ბევრი ფონდი იყო, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, ბევრი დონორი ორგანიზაცია იყო, რომელიც მოდიოდა ჩვენს რეგიონში და ძალიან ბევრი პროექტები განხორციელდა, მათ შორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. და ჩვენ ახლა მუნიციპალიტეტს რომ მოუნდეს ესეთი თანადაფინანსება, პირველ რიგში ცენტრალურ ხელისუფლებას და მთავრობის ნებაზე და გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს. და რაც შეეხება ეს დაკითხვას, კონკრეტული პიროვნებების ნება სურვილზეა ბევრი რამე დამოკიდებული. და ეს კონკრეტული პიროვნებები და მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაცია და გუბერნატორი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სტიმული მისცეს რეგიონის, ქალაქის და რაიონის განვითარებას. ეს სტიმულის მიცემა უნდა იყოს ზუსტად აი პროექტების განხორციელება, ამ ინოვაციის დანერგვა, რასაც ვერ ხედავთ ახლა ნამდვილად. აი მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კონკრეტული პროექტები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა წინა საარჩევნო, და ესეთი ინოვაციები იყო და ესეთი გარდაქმნილი პროექტები იყო, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობდა ჩვენს რეგიონში და კონკრეტული ოჯახების დახმარებას. მე ახლა მინდა კი ჩვენი პროგრამა იყო, მაგრამ ეს ხელისუფლებას თუ დაუბრუნდება ჩვენ პროგრამას და თუ გადახედავს და ამ პროგრამაში კარგს თუ დაინახავს და შეიძლება ჩვენი დაწერილი რო ეს პროგრამა კარგი ვერაფერი ვერ დაინახოს, მაგრამ ეს პროგრამა ადამიანების კეთილდღეობაზეა გათვლილი და სამუშაო ადგილების შექმნას. მე მინდა უთხრა, თუ გინდა რჩევა მიიღონ, თუ გინდა არ ვიცი როგორც, შეიძლება გადააკეთონ, როგორც ლაზიკა სპორტს მე ანაკლიად რო დაარქვეს და მაინც რო აღიარეს, რომ ეს წარმატებული პროექტი უნდა ყოფილიყო. ისევე ჩვენი პროგრამიდან შეუძლიათ რაღაც ინოვაციები აიღონ და ეს განახორციელონ, თუნდაც ის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა დანგრეული კომბინატის ტერიტორიაზე, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს, თუნდაც იქ
ენერგიისა და წვეთოვანი სისტემების განვითარება და უამრავი პროექტი, კონკრეტული პროექტები, რომელიც განხორციელება დიდ თანხებს და ინოვაციებს არ მოითხოვს და ბიუჯეტის დიდ დანახარჯებს და ამავდროულად გამოიწვევს დიდ სტიმულს ბიზნესისა და ფულის მოზიდვისა ჩვენს რეგიონში. მე ურჩევ და შეიძლება ახლა ეს ჩემი პირადი ინტერესი არ არის, ეს არის ქალაქის და ეს არის ხალხის ინტერესი და ეს ინტერესი და განახორციელონ და ეს პროექტებს და ამ პროგრამებს რაღაც ჩაუღრმავდნენ უფრო კვალიფიციურად. დიდი მადლობა. ბატონო, დევნილებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ძალიან ხშირად გაურკვეველია ხშირად ჩვენ მithumetes გორის ტერიტორიაზე ცხოვრობს დევნილთა გარკვეული ნაწილი და ასევე არსებობს ქურთის და ერედვის მუნიციპალიტეტი, ასევე თიღვის თემის მუნიციპალიტეტი. ანუ ფუნქციებს რაც შეეხება ეს ადამიანები, რადგან ცხოვრობენ გორში, ანუ ვის უნდა მიმართონ კონკრეტული საკითხის შესახებ, პრობლემის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ დევნილ მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, რომ მათ განახორციელონ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები არიან განსახლებულები. თუმცა, ამისგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტს დღესაც აქვს მოქმედი პროექტები დევნილებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ და ჩვენ მოვაგვართ მათი პრობლემები და ბუნებრივია მომავალში უფრო მეტად გაიზრდება ეს ფუნქცია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოგეხსენებათ, რომ თქვენ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე დევნილი მოსახლეობა მონაწილეობს არჩევნებში, როგორც გორის, ქალაქ გორის ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში გორის თემის გამგებლის არჩევის დროს და საკრებულოს ფორმირებაში. და ბუნებრივია, რომ უფრო მეტად გაიზრდება, ანუ თუ ჩვენ საუბრობთ და რაც ვისაუბრეთ აქამდე გორელ მოსახლეობაზე, ეს დევნილ მოსახლეობასაც შეეხება, ერთი პატარა განსხვავებით. თუ მაგალითად აღმოჩნდება, რომ გორის მუნიციპალიტეტიც და სიტყვაზე ვიძახი მაგალითად ერედვის მუნიციპალიტეტიც ერთი და იგივე პროგრამას ახორციელებს, ჩვენ ასეთი შეზღუდვა დღესაც გვაქვს და ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთმა მოქალაქემ ორჯერ აიღოს გარკვეული დახმარება, ნეტავი გქონდეს საშუალება და პრობლემა არ არის, მაგრამ არ იქნება სამართლიანი, ამიტომ გვაქვს გარკვეული შეზღუდვა, რომ თუ მათი მუნიციპალიტეტი ამა თუ იმ პროექტს აფინანსებს და იგივე პროექტი ხორციელდება ჩვენთან, ის ვერ აიღებს ჩვენგან იგივე სახის დახმარებას და თუმცა დანარჩენ შემთხვევაში, მაგალითად გორელი ადამიანი და ერედვის მუნიციპალიტეტი და დევნილი ადამიანი არ განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ მათზეც მოქმედებს ჩვენი პროგრამები და უფრო მეტიც ხაზგასმულიც კი არის, რომ დევნილთა ჩასახლებაში განსაკუთრებით მიექცეს ყურადღება ამ პროექტების განხორციელებას. და ბატონო, ასევე ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა დღესდღეობით არიან ისევ იგივე წარმომადგენლობით, რაც იყო აქამდე. ანუ ესეც რომ განმარტოთ, რატომ არ ჩატარდა, ვთქვათ, არჩევნები მათზე და რატომ დარჩა იგივე კადრი და ასევე მოსახლეობას რომ განუმარტოთ, რომ ტერიტორიულად ისინი მოგეხსენებათ თბილისში არიან და სად არის მათი, ვთქვათ, გარდა იმისა, რომ დევნილთა სამმართველო არსებობს გორში, გორის მუნიციპალიტეტი გამგეობისა და მერის ამ შემთხვევაში ქალაქს ეკუთვნიან ესენი ეს ადამიანები, ანუ რა თქმა უნდა ხმა მისცეს ქალაქში, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში ქალაქში, თუმცა არსებობენ სოფლებშიც ჩასახლებები არსებობს და უშუალოდ მათი, ვთქვათ, ასე ვთქვათ, საჭიროების მიტანა ვისთან უნდა მოხდეს კონკრეტულად უფრო დეტალურად რომ განუმარტოთ და ასევე გავაკეთოთ აქცენტი დევნილ მუნიციპალიტეტებზე, რომლებიც როგორც უკვე აღნიშნეთ, ძველი წარმომადგენლობით არიან. რამდენიმე კითხვა იყო თქვენს შეკითხვაში, შევეცდებით წყობისად მივყვე, ანუ პირველი უკავშირდება ბუნებრივია კანონმდებლობის ნებას, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებამდე შენარჩუნებულ ყოფილიყო ის მოდელი, რომელიც მუშაობდა, რადგანაც მოგეხსენებათ დევნილი მოსახლეობა ჩასახლებულია სხვადასხვა ტერიტორიაზე და ფიზიკურად წარმოუდგენელიც კი შეიძლება ყოფილიყო მათთვის არჩევნების ჩატარება ცალკე. ამიტომ იმის გამო რომ მაგალითისათვის ვიტყვი გორში, გორის მუნიციპალიტეტის ზრუნავს მათთვის და ზრუნავს ასევე დაუშვათ ერედვის მუნიციპალიტეტიც არა, გადაიდგა ნაბიჯი რომ გორის მუნიციპალიტეტის ფორმირებაში მიიღებენ ისინი მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება ერედვის მუნიციპალიტეტს დარჩება იმავე სახით. მართალია ძალიან ადრე მოხდა მათი არჩევა, თუ არ ვცდები 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი არჩევნები. 2010-ში გაუგრძელდა 16 წლის მონაცემით, ესე მახსოვს შეიძლება ვწდებოდა ამ საზოგადოებრივ და მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მე მაინც როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ მიიღებდა სახელმწიფო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოიდგინეთ არჩევნებს ვერ ჩაატარებს
შეუძლებელია პრაქტიკულად. ამ ხალხს ვერ დატოვებდა მათი წარმომადგენლობის გარეშე და ბუნებრივია ეს მოდელი განახორციელა. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, რომელიც უკავშირდება, რომ დევნილი მუნიციპალიტეტების გამგეობები იმყოფებიან თბილისში და მათ უჭირთ, ასე არ არის. მინდა გითხრათ, რომ დიახაც თბილისში იმყოფება დიდი ნაწილი ადმინისტრაციისა, თუმცა ადგილებზე არის ეგრეთ წოდებული მამასახლისები, რამდენიც მაქვს ინფორმაცია აღარ არიან. ბატონო ხა თქვენ რა მეგეთქეთ რამეს წმუნებულის აპარატიც არსებობს ჩვეულებრივ და წმუნებულებიც არსებობს რომელიც ადგილებზე ანუ წმუნებულის და არიან კიდე მამასახლისები ეგრეთ წოდებული მამასახლისები ახლა შეიძლება დოკუმენტალურად სპეციალისტები ერქვათ მაგრამ მე უბრალოდ იმიტომ ვთქვი რომ მოსახლეობის პოპულარულ ენაზე განმარტე და ეს ადამიანები უშუალოდ კონტაქტში არიან კავშირში არიან მე ვარ ინფორმირებული რომ თვითონ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც ჩამოდის ადგილზე ძალიან ხშირად და აქვს კონტაქტი ამ დევნილ მოსახლეობასთან გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გარემოებაც, რომ ახალი კანონმდებლობაში მომზადებულია ცვლილებების პაკეტი, პარლამენტი განიხილავს ალბათ ამ პაკეტს, არ მგონია რამე ცვლილება შეიტანოს და ამიტომ საზოგადოებას გაუმხელ, მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთ დევნილ მუნიციპალიტეტებს აუცილებლად დარჩეთ რწმუნებულის აპარატები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახალი კოდექსიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტებში აღარ იარსებებს რწმუნებულის აპარატი, ანუ ტერიტორიული ორგანოები აღარ იარსებებს, წარმომადგენლობით უფლებამოსილება მაინც დარჩება გარკვეულ სოფლებსა თუ სოფელ გაერთიანებაში, მაგრამ აღარ არსებობს ეგრეთ წოდებული წმუნებულის აპარატი, ანუ ტერიტორიული ორგანოს აპარატი. და აი აქ ამ კანონპროექტში ჩაწერილი არის, რომ ეს ხელუხლებლად დარჩება და მუნიციპალიტეტების ეს ტერიტორიული ორგანოები ამ ხნის განმავლობაში იფუნქციონირებენ. ესეც კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, რომ მოსახლეობა ახლოს იყვეს თავის მუნიციპალიტეტთან. ან კონკრეტულ ჩასახლებაში რა პრობლემაც არსებობს, რომელ ტერიტორიულ ორგანიზაციას ეკუთვნის ამ ეტაპზე ის არის პასუხისმგებელი. დიახ, ის არის პასუხისმგებელი, მიიტანოს ეს ტკივილი მოსახლეობისა უკვე საკრებულოს თავმჯდომარესთან ან გამგებელთან, რომლებიც თბილისში არიან, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი არის, იმიტომ რომ გარკვეულ პერიოდს განმავლობაში არიან გორში, გარკვეულ პერიოდს გორშიც იყვნენ დიახ განთავსებული მოგეხსენებათ და შესაბამისად ხდება უკვე ამ ადმინისტრაციული რესურსის მიერ ამ პრობლემების მოგვარება. დიდი მადლობა. და ბატონო კახა, თქვენი შეფასება მაინტერესებს უშუალოდ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან, თუნდაც იმ ადგილებში, სადაც არის ჩასახლება, რამდენად ექცევა ყურადღება დღეს, თუნდაც იმ რწმუნებულის მხრიდან ამ ჩასახლებებს და აქცენტები როგორ კეთდება დანარჩენ მოსახლეობას. ეს ჩასახლებები და ეს მოქალაქეები და მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად მოუხდა ამ ადამიანებს საკუთარი საკარებს დატოვება, ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება თვითმმართველობამ, როგორც შეუძლებელი რიგით მოსახლეობაზე, ისე უნდა იზრუნოს ამ ადამიანების ობაზე, კონკრეტული პროექტების მოგვარებაზე, კომუნალური საკითხების გადაჭრაზე და ყველა ეს პროგრამა და პროექტი, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, ახორციელებს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები. ამავდროულად ძალიან დაზარალებული ადამიანები, რომელმაც დაკარგეს საფკარი, დაკარგეს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მონაპოვარი და ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი უნდა იყვნენ ეს ხალხი. უშუალოდ ის ჩასახლებები, რომლებიც გორში და პორის ყოფილი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ეს ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც ემსახურებიან გორის მუნიციპალიტეტისა, შეიძლება სხვადასხვანაირი მიდგომა იყოს, ესეც კადრებზე დამყარებულია. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი ჩასახლების მაგალითზე ვიცი, რომ ეს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი სპეციალისტი უარს ეუბნება რაღაც საკითხების გადაჭრაზე ამ დევნილებს იმის გამო, რომ მათ ხმალისი ნაციონალურ მოძრაობას ეს მიკროძოებასაც აქვს ადგილი. ეს ვიტყვია პოლიტიკური ნიშნით რაღაც გაყოფასაც აქვს ადგილი, სამწუხაროდ ესეთი რეალური სურათი გვაქვს ჩვენ. ახლა ამ ინფორმაციას ჩვენ ვაზუსტებთ რეალურად როგორი მუქარა და როგორი მიმართვა იყო მოსახლეობის მიმართ აი ამ ერთ-ერთი სპეციალისტისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელის წარმოადგენს და ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ხალხი, მათ შორის ჩემი მშობლებიც კი ამ ჩასახლებაში ცხოვრობენ, პერგულის ჩასახლებაში და ჩემი ოჯახიც კი აი ესეთი რუსული აგრესიის მსხვერპლია და ეს ათასობით ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ტრაუმა, უზარმაზარი ზიანი და ზარალი მიიღეს ამ ომის შედეგად, უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი. ყველა ეს პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა ვიტყვიან სოციალური იქნება, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური პროექტი, რომელიც ხორციელდება განსაკუთრებულად, უნდა აი ამ ხალხისთვის ხორციელდებოდეს და მეტი ყურადღების და ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს თითოეული ჩვენთანისა ის ადამიანები, რომლებიც მართლა დაზარალებულები არიან და ცდილობენ რომ აი ინტეგრაცია მოახდინონ ადგილობრივ თემთან, რაღაც თავისი სამუშაო ადგილი იპოვონ, თავისი ადგილი იპოვონ ქვეყანაზე, ამ ჩვენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი დახმარება
რომ მამაცი უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტი ხელისუფლებისთვის. და ბატონ კახა, აქვე შეგეკითხებით, რადგან დევნილების საკითხი შევეხეთ, დევნილი მუნიციპალიტეტების მუშაობაზე რა ინფორმაცია გაქვთ, იმიტომ რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად დარჩნენ არჩევნების მერე თანამდებობაზე. ეს ასეა 2008 წლის ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ამ ადამიანებისთვის. ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც მიხედვითაც რუსული აგრესიის შედეგად ოკუპირებულად ითვლება ის ტერიტორიები, რომლებიც თავისუფლება მოსილებას ახორციელებდა ერეგვისა და ქურთის და თბილისის მუნიციპალიტეტები. შესაბამისად ამ ხალხმა რა თქმა უნდა მიიღონ ჩვენს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ იმ პრობლემების და იმ საკითხების გადაჭრა, რაც უფლება მოვალეობა თვითმმართველობის ამ ხალხის ვრცელდება, ეს მუნიციპალიტეტები თავისი საშტატო ერთეულები, თავისი სტრუქტურით დარჩა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ჩვენ რო გავბრუნდებით ამ ტერიტორიებზე, ისინი განახორციელებენ თავის უფლება მოვალეობას და შესაბამისად ჩატარდება ახალი თვითმმართველობის არჩევნები ამ ერეგვისა, ქურთისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში, რაც მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ აირჩიონ სხვა ადამიანები, ვინც მათ პრობლემებს და საკითხებს მოაგვარებს. მაგრამ იმ წუთში ეს ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ არ გვაჩნია რეალური უფლება ერკეთი და უფლება საშუალება იმისა, რომ ხელისუფლება განვახორციელოთ ამ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ რუსული ოკუპაციის შედეგად არის ოკუპირებული ეს ტერიტორია და იმედი ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა და იმედი. თუმცა გამგებელი შეიცვალა რამდენადაც მაქვს ერეთის. გამგებლობის შეცვლა თვითმმართველობაზე დამოკიდებული საკრებულოს არჩევ გადაწყვეტილება. მათ მხარდაჭერაზე ამათ იმ ადამიანის მიმართ როგორც იცით, გამგებელს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე, ამტკიცებენ დეპუტატები, შეიძლება მათ შეიძლება გამგებელი წავიდეთ თანამდებობაზე, მათ განცხადება დაწერა, ეს უბრალოდ არ ხდება მითხა. ეს არის ზეწოლისა და ეს არის ანუ ქონდა ზეწოლას ადგილი? მე ვფიქრობ, რომ ექნებოდა. აი წარმოგიდგენთ გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რო ავიდეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს რომ მოხდა ხელისუფლების ცვლა, თვითმმართველობას არ უნდა შეხებოდა წესით, მაგრამ რამოდენიმე კვირის მერე ამ საკრებულოს დეპუტატებმა, რომლებიც უმრავლესობა 95% ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ, თურმე აღმოაჩინეს, რომ გამგებელს დაუკმაყოფილეს განცხადება თავის წასვლაზე და მოვიდა ოცნების კოალიციაში შემავალი ოცნების გამგებელი, ქართული ოცნების გამგებელი. ამავდროულად ცოტა ხანში აი დეპუტატებმა თურმე აქამდე წლების განმავლობაში რომ მოსწონდათ საკრებულოს თავმჯდომარე, აღმოაჩინეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა შეცვლილიყო და ოპოზიციური საკრებულოს თავმჯდომარე დანიშნეს, რომელიც დღესაც წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტს და რო არა ზეწოლა რა იმ ხალხს ერთ დღეში დაესიზმრებოდა, რომ გამგებელი წასასვლელი იყო, ან საკრებულოს თავმჯდომარე წასასვლელი იყო და ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვენ ყავს ასევე შიხიაშვილები, გორელი შიხიაშვილები უცბად რო გახდნენ, მოვიტყვიან საიდან, როგორ, რანაირად ეხლა დაიძინეს და რაღაც სიზმარი ნახეს და მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე გამგებელიც უნდა წასულიყო, საკრებულოს თავმჯდომარეც უნდა წასულიყო თავის თანამდებობებიდან და ოცნების ხელისუფლება უნდა მოსულიყო თვითმმართველობაში. ეს ზეწოლის გარეშე ეს არ მოხდებოდა, ლოგიკურად რომ იმჯერა ადამიანმა ეს ასე არ იქნებოდა. გასაგებია. და ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მანამდე მინდა ერთი საერთო შეკითხვა დაგისვათ, ბატონ ვანო, როგორ წარმოგიდგენიათ უფრო კონკრეტ ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ, თუმცა ცვლილებაზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი, აქამდე მოქმედი კანონისა და ახალი კანონის შედარება რომ გავაკეთოთ, რა შეიცვლება გორის ცხოვრებაში? მთავარი მესიჯები რა იქნება აი თქვენი მხრიდან? მთავარი უკვე აღნიშნე და უპირველესი ალბათ ეს არის გამოსაყოფი, რომ თუ აქამდე გორს არ ქონდა სტატუსი, როგორც ქალაქს, ექნება ქალაქის სტატუსი და ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი, დამოუკიდებელი შემოსავლებით, დამოუკიდებელი ხარჯების გაწევით და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამაზე მე მიმაჩნია არის ის, რომ გორს ეყოლება მერი, რომელსაც თვითონ გორი აირჩევს, თვითონ მოსახლეობა აირჩევს და არ ეყოლება ვინმე დანიშნული ადამიანი. მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს, როგორც იურის, უბრალოდ გამმარტავ, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მიერ არჩეული ხელმძღვანელი მართავდეს ქალაქს, ვიდრე ვინმეს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი. აქედან გავდივარ მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი. რაც შეეხება ამაზე უკვე ვისაუბრე, რომ კომპეტენციათა გამიჯვნაზე, კომპეტენციათა დამატებაზე და ასე შემდეგ, დრო გვიჩვენებს ნელ-ნელა, შევხედავთ მუშაობის პერიოდში თუ გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები გასწორდება და აი ეს გარდამავალი პერიოდი მე მინდა აი როგორც იურისტმა ვისურვო, რომ ერთად შრომით ჟურნალისტებთან ერთად იქნება, ოპოზიციასთან ერთად იქნება, ხელისუფლება იქნება, კომპეტენტური იურისტები თუ ნებისმიერ სფეროს წარმომადგენლები თუ გავერთიანდებით, შევძლებთ 2017 წლისათვის მივიღოთ ისეთი თვითმმართველობა, რომელიც ოცნებაც არის ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანში, რომ მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები უკეთესად. გასაგებია. და ბატონ კახა, ბოლოს სიტყვა თქვენ გერგოთ, ამ გადაცემაში რა შეიძლება გორის ცხოვრებაში ამ 3 წლის განმავლობაში იმ კანონით, რაც გვაქვს ახლა და ანუ რომ შევადაროთ ახალ კოდექსს.
კანონით შეიძლება ბევრი რამე რაღაცა შეიცვალოს, მაგრამ თავარია კანონის განხორციელება და ამ კანონის მიხედვით რაღაც ინოვაციის მოტანა ჩვენი რეგიონისთვის. ამ წუთში ჩვენს ქალაქში არაფერი არ წელიწადი და 7 თვე გავიდა, თითქმის 2 წელი, რაც ხელისუფლება შეიცვალა და არაფერი არ იცვლება უკეთესობისკენ. თუ ადრე ასობით ადამიანი იყო დასაქმებული მშენებლობაში, რაღაც წარმოება იყო, რაღაც ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა, მილიონები იხარჯებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წელს ესეთი რამე არ ხდება ჩვენს ქალაქში. ჩვენი ქალაქის განვითარება წინ კი არ მიდის, პირიქით უკან მიდის. ახლა ეს ცენტრალურ ბიუჯეტზე და ცენტრალურ ხელისუფლებაზეც არის დამოკიდებული. ახლა თუ ბიუჯეტს 700 მილიონი აკლდება და წელს უკვე რამდენი აკლდება, შესაბამისად ვერც ხორციელდება, ვერც ვერანაირი პროექტები. ახლა ანალოგიურად ჩვენ ქონდა დაგეგმილი 62 სახლის რეაბილიტაცია რომ მოხდა წერეთლის ქუჩაზე, კიდე 240 სახლი უნდა გაკეთებულიყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმული იყო ქალაქისთვის, ქალაქის განვითარებისთვის და იმ ოჯახებისთვის, ვიზის სახლების ხელახლა აშენება მოხდებოდა. ეს მარტო იმ 240 ოჯახს კი არ სჭირდებოდა, მთლიანად ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქალაქს სჭირდებოდა, რომ მეტი ტურისტი მოსულიყო ჩვენს ქალაქში და ტურისტის მოსვლა და ერთი დღის დარჩენა ეს ნიშნავს უამრავ შემოსავალს ჩვენ ქალაქისთვის და თვითმმართველობის ახალ კანონზე რომ გავამახვილოთ უფრო ყურადღება ბატონ კახა. კანონი ეს მხოლოდ თქვენ ამბობთ რომ მხოლოდ დაწერილი დოკუმენტი იქნება და მეტი არ არის. კანონი არის კანონი, ხო კანონი ქვეყნის განვითარებას კი შეიძლება შეცვალოს მოწყობა თვითონ თვითმმართველობისა, უფლებამოსილება, იქ საკუთარი და დელეგირებული, მაგრამ თუ არ იქნება კაპიტალი, თუ არ იქნება განვითარება, თუ არ იქნება რეფორმა, რომელიც მოუტანს მეც სამუშაო ადგილის შექმნას ჩვენს რეგიონს და ადამიანების კეთილდღეობაში რაღაც წვლილს თუ არ შეიტანს, ისე იმ დაწერილ კანონს არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ თუ არ გვექნება ქვეყნის განვითარება, შესაბამისად ბიუჯეტიც არ გვექნება და მოსავალი არ გვექნება. თუ არ გვექნება ფული, ვერ განვავითარებთ ამ ქვეყანას, ვერ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, ვერ შევქმნით სამუშაო ადგილს, ვერ მოვიზიდავთ ტურისტს და ვიქნებით ერთ ადგილზე. ჩვენ ამ წუთში რასაც უყურებთ, ჩვენ უკან მივდივართ. პროგრესი ჩვენს ქალაქში არ არის. ჩვენ შედარება შეგვიძლია ელემენტარულად 100-ობით და 1000-ობით ადამიანი იყო დასაქმებული სამშენებლო სფეროში, ქარხნები მუშაობდა, რკინა-ბეტონის თუ სამშენებლო საქონლის წარმოებელი ქარხნები. მუშა ხელს ვერ ნახავდით. თქვენ აი ოჯახში რო დაგჭირდებოდა, რომ გინდოდათ იყო პერიოდი, როდესაც აი ხელოსანს ვერ ნახავდი ქალაქში კვალიფიციურს, რომელიც საკუთარ სახლში რაღაც სამუშაოს შეგისრულებდა, იმიტომ რომ ყველა დასაქმებული იყო და ეს მუშახელის ნაკლებობაც კი იყო, ისეთი აღშენებლობითი პროცესი იყო და მე მინდა გითხრათ, რომ მილიონები იხარჯებოდა ამ საქმეში. ეხლა ესეთი რამე არ ხდება. შესაბამისად კაპიტალის ბრუნვა მიკლო ჩვენს ქალაქში და ვიღაცა რო არ ხარჯავს ფულს, ვიღაცა ვერც შოულობს. ვინც როვერ შოულობს ადამიანი, ვერც ხარჯავს კიდევაც. ეს არის ჯაჭვური რეაქცია. მინდა გითხრათ და ამან უნდა მოგვიტანოს კაპიტალის ბრუნვა, უნდა მოგვიტანოს განვითარება ჩვენი ქალაქისა და შესაბამისად მუნიციპალიტეტზეც მეტი შემოსავალი, რასაც ვერ ხედავთ ახლა ნამდვილად. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დასრულდა. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტი ვანო ბალახაშვილი და ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ბატონ კახა ტოლიაშვილი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ თოქ-შოუ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებად ნახვამდის.